ახლა გაუნათლებელი კაცი ვერაფერს იკეთეს ვერ მოუწევს. განათლებაში გულისხმობ არა მარტო წიგნიერებას, არამედ საღვთო ნათელსაც. განათლებული ის კი არ არის, ვინც ბევრი წიგნები წაიკითხა. განათლებული ის არის, ვინც ბევრი წაიკითხა თუ ცოტა წაიკითხა, ყველაფერს საღვთო და სასიკეთო საქმეს ახმარს. აი არის განათლებული, რომელიც სიკეთეზე ფიქრობს. იმიტომ რომ უფალი ამბობს, მე იმისთვის კი არ მოვედი, რომ თქვენ მემსახუროთ. მე იმისთვის მოვედი, რომ მე გემსახუროთ. კაცი იმიტომ კი არ უნდა სწავლობდეს კარგად, რომ დირექტორი გახდეს და აქეთ ემსახურონ სხვები. არამედ იმისთვის უნდა სწავლობდეს, რომ თავად აი ამ ცოდნით სხვას მოემსახუროს. აი ეს არის განათლება. ეს არის ქრისტეს მიერი ნათელი. და აი ქართველი კაცი ამაზეც უნდა ფიქრობდეს. გარდა იმისა, რომ სულის გადარჩენაზე უნდა ფიქრობდეს. სანამ სულს გადაიცემ, ამ წუთი სოფელში ხო ხარ და სხვაზეც უნდა იფიქრო. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.